ჩემი დაკავების შემდეგ ეგრეთ წოდებული დაზარალებული რატომ უშვებით ვთქვათ ჩემს უშვებით ხوارა ჩემს ოთახში სადაც მეკრავავ არ შემომიშვია ახლა კარები დაკეტილი იყო თუ ვია იყო კარები იყო დახურულ მდგომარეობაში და ვეცებობდით და ისე ვეცებობ ანუ თქვენ არ გინახავთ ეგრეთ წოდებული დაზარალებული ჩემთან შემოსული დაზარალებული გეგმოთი ჩვენთან არ შემოსულა და არც გინახავს რას შესაძლებელია ეს ყოფილიყო მაშინ რომ თქვენ არიყავით იმ ოთახში? იმ ოთახში თუ არიყავი, გვერდით ოთახში მოპირდაპირე მხარე შესაბამისად დავინახავდი რომ შემოსული. დასკვნად ხმაური გესმოდათ, სადაც მეკრავი, ან როცა მაგინებდა, მაგხდებდა. ასეთი არ გამიგია მსგავს ფაქტი არ. წყალგამიგია თუ არა? არ უკრძალა რომ არ მიწევს წყალი კონდაც და საფეხაზეთში გასვლის საშუალებას გადავდემა მაინც. ჩემს გამოძებნო პირადად მოგაწოდა წყალი და გემლაც. რამდენი ხნის შემდეგ შეგიძლია გითხრათ და პირველ საფუძვლებს რამდენი ხნის შემდეგ? პირველ საფუძვლებს როცა მოიხოვეთ და მესამე საფუძვლებს როცა აგეყანეთ. ყველგან უნდა წყლის გალევის საშუალება და საფეხაზეთში გასვლა. საფეხაზეთში როდის გამიხსნეს? მე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ როგორც მიხსნეს გამოცემით პირველ საფუძვლებს და მესამე საფუძვლებს. პროვით მოსაძების პროექტში გაყვანეს. უილია ეს ყველაფერი. კავკასიაში შესაძლებელი შემდეგ ეტაპზე. კავკასიაში მაინტერესებს რა ვითარებაში გამიმართეთ ჩემი უბნები. ოთახში შეყვანის შემდეგ პირველ საფუძვლზე, როდესაც დაგზავნით სავარცხლს. ესე თუია. პირველი საფუძვლიდან მესამე საფუძვლზე. პირველ საფუძვლზე მესამე საფუძვლზე ოთახზე როცა ყოფილიყო ჩემი კაბინეტის გვერდით და იქ. არა, თქვენ არ გინდათ ვთქვათ. არ მასეს გისწრებოდი და ელაპასებდა იყო ფოქსერი მისამე ყანა დამაყენებს ჩვენს უკან მოდიოდით რამდენიმე ჩემო. რა თქვენ ამბობთ რომ თემის პროცესი ის პერიოდი იყავით უმეტესი ნაწილი ამის საფუძველზე. უმეტესი ნაწილი რამდენი პროცენტია? 90% და. ხოია.